დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს სხვა რეგიონებშიც. გორში ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით ეწყობა. გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, ასევე მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა. თემას ნინო ფისაძე განაგრძობს, რომელიც ახლა გორიდან ჩაგვერთვება. დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გორშიც გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა გორის სულხან ცინცაძეს სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე. აქ მთავარი მასპინძელი დღევანდელი დღის არის იუსტიციის სამინისტრო. წარმოდგენილია თემატური არაერთი სივრცე, აქ არის საპასპორტო სივრცე, რომლის გავლის შემდეგ იმიტირებული პასპორტი 26 მაისის ლოგოთი გადაეცემათ აქ მოსულ ადამიანებს, ასევე მოწყობილია ქორწინების სივრცე, სადაც დღეს ერთ-ერთმა წყვილმა ქორწინება დაარეგისტრირა. არაერთი გამოფენაა, მათ შორის ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა და ასევე გამოფენილი აქვს საკუთარი ხელნაკეთი ნივთები მსჯავრდებულებს, პენდენციურ სამსახურს, ასევე წარმოდგენილი აქვს სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. განსაკუთრებულ ინტერესს დღევანდელ დღეს კი სამხედრო ტექნიკა იწვევს, როგორც ყოველთვის წინა წლებშიც. აქ უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი, ისინი ათვალიერებენ თავდაცვის სამინისტროს ტექნიკას, სამხედრო აღჭურვილობას და აქ იმყოფებიან ასევე ინსტრუქტორები, რომლებიც მათ ადგილზე აცნობენ ყველა ინფორმაციას. ცოტა ხნის წინ გორში იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა აქ მოწყობილი სივრცეები. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების და თავისუფლების დღეა. დამოუკიდებლობის დღე არა მარტო ისტორიული თარიღი, არამედ ჩვენი გმირების თაგაჭირა და ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის მომავლის იმედი. პირველ რიგში გილოცავთ ყველას, ულოცავთ თქვენს მაყურებელს, ულოცავთ მთელი საქართველოს მოსახლეობას. დღევანდელ დღეს 26 მაისი არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის ბრძოლის სიმბოლო. მრავალ საუკუნოვანი ბრძოლისა თავისუფლებისთვის, რომელსაც დღესაც გამტკიცება, გამყარება ჭირდება გამყარება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დღეს როგორც არასდროს საქართველო ძლიერია, საქართველო იმყარებს თავის სუვერენიტეტს. ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო, რომ დღეს ჩვენს ქალაქში შეგვესრულებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მე მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო გამთლიანება და შვიდობა. მთლიანად დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით და ვფიქრობ, რომ ვინც აქ მობრძანდა უდიდესი სიამოვნება მიიღო დღეს. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა. ულოცავ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. როგორც ხედავთ, წარმოდგენილი არის თავდაცვის ძალებში არსებული ჯავშან ტექნიკა, შეიარაღება, საარტილერიო დანადგარები, ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა, კავშირგამულობის საშუალებები. ულოცავ მთელ საქართველოს ამ დამოუკიდებლობის დღეს, უსურვებ მშვიდობას და მშვიდობას. აღარ მქონდეს ის ხარცეცხლიანი დღეები, რაც გადამხდა, ჩვენი გამარჯვებით დასრულებული იყო. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში გალა კონცერტით დასრულდება.